როგორ ხართ ჩემო კარგებო? ნახოთ ხვალინდელი დღე, ორშაბათი. ნუ ხო იცით ახლა ორშაბათი როგორი დღე არანაირია. მოდით ვნახოთ ხვალინდელი დღის არკანი. რას მოგიტანს ხვალინდელი დღე? მოიჩქარის ხვალინდელი დღე. ვიღაცას პირდაპირ მნიშვნელობით ექნება ძალიან საინტერესო და ქაოსური დღე, აი მართლა ქაოსური დღე იქნება, ვიღაცა ოჯახის საქმეებში იქნება, ვიღაცა უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვა, ბილეთების დაჯავშნა, ნოტარიული საკითხები, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ხელშეკრულება და რასაც ხელს მოაწერთ, ხო? აუცილებლად დააკვირდით, რას აწერთ ხელს, რამდენად არის ყველაფერი სწორად შედგენილი. კიდე რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, აბა ვნახოთ. ხვალინდელი დღე მოგვიტანს შინაგან ძალას. ხვალინდელი დღე იქნება აი რაღაცნაირი ისეთი, იცით, აი თქვენ თვითონ შინაგანად იგრძნობთ, რომ იქნება მაგიური, ჯადოსნური, ძლიერი, განსაკუთრებით ცეცხლის და მიწის სტიქიისთვის იქნება განსაკუთრებული, ძალიან განსაკუთრებული. თქვენ იგრძნობთ თავს აი მართლა ისე რომ თითქოს ხელებით გადადგამთ მთას, აი თითქოს ყველაფერი ხელგეწირებათ, რასაც ქვია. რესურსი, ენერგია, დროის მენეჯმენტი, ყველაფერს მოასწრებთ, სამსახურში წასვლას, მაღაზიებში პროდუქტებზე წასვლას, შოპინგს, ბავშვის სკოლიდან გამოყვანას, აი ყველაფერს იქნებით ზე ენერგიული, ზე პროდუქტიული, რასაც ქვია. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, რომ ხვალ რა პირობასაც მისცემთ მეგობარს, ოჯახის წევრს, საყვარელ ადამიანს, ეს პირობა უნდა შეასრულოთ, სხვანაირად არ გამოვა. ეს გაითვალისწინეთ აუცილებლად. და ჩემო კარგო დიასახლისებო და ჩემო კარგებო, გაანებივრეთ თქვენი მეორე ნახევარი, თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები, თქვენს მიერ გაკეთებული კერძებით. დამიჯერეთ. ეს იქნება ხვალინდელი საღამოს ბრწყინვალე დასასრული. ვიღაცას ძალიან ენატრება თქვენი ხელით გამზადებული საჭმელი. ხო, ასეა. ვიღაცისთვის ეს ინფორმაცია არის საჭირო. მე ბედნიერ ორშაბათ დღეს გისურვებთ. აბა თქვენიცით მომავალ შეხვედრამდე.